ოსტეოართრიტი ხდება მაშინ, როდესაც სახსრის დამცავი ხრტილი იწყებს დაშლას და აღარ უწყობს ხელს ძვლებს შორის გლუვ მოძრაობას, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს სახსრის შეშუპება და ტკივილი. როდესაც ეს მდგომარეობა ვითარდება კისრის მალების დონეზე, მას კისრის ოსტეოართრიტს უწოდებენ. ზოგჯერ იქნება დაბნეულობა, როდესაც კისრის ოსტეოართრიტის მიმართ გამოიყენება ურთიერთმონაცვლე ზოგადი ტერმინები, მათ შორის კისრის სპონდილოზი, სახსრების დეგენერაციული დაავადება ან უბრალოდ კისრის ართრიტი. ამ ვიდეოში კისრის ოსტეოართრიტი არის ტერმინი, რომელიც კონკრეტულად აღწერს კისრის მალების ფასეტური სახსრების დეგენერაციას. ფასეტური სახსრები, რომლებსაც ასევე უწოდებენ ზიგაპოფიზიურ სახსრებს, ხერხემლის მოქნილობის ძირითადი ნაწილია. ორი პატარა ფასეტური სახსარი განლაგებულია თითოეული მალის უკანა მხარეს, ერთი მარჯვნივ და ერთი მარცხნივ, რაც შესაძლებელს ხდის წინ უკან და ბრუნვის შეზღუდული მოძრაობის განხორციელებას. კისრის დონეზე ამ სახსრებს კისრის ფასეტურ სახსრებს უწოდებენ. სახსარი შედგება მყარი, მაგრამ გლუვი ხრტილისაგან, რომელიც განლაგებულია ზედა და ქვედა სასახსრეს ზედაპირებზე, რაც იცავს მალის ძვლების უკანა ნაწილს. სახსარი მოთავსებულია დამცავ კაფსულაში და ამ კაფსულის შიგნით არის სინოვიალური სითხე, რომელიც ასრულებს საცხის ფუნქციას და ამით უზრუნველყოფს გლუვ მოძრაობებს. როდესაც ხრტილი იწყებს სვეტას, ძვლოვანი ზედაპირები იწყებს ერთმანეთთან შეხებას, რაც შემდეგ ხელს უწყობს ძვლის გადაჭარბებულ ზრდას, რომელიც ცნობილია როგორც ძვლის წანაზარდები ან ოსტეოფიტები. ძვლების ერთმანეთთან შეხებამ შეიძლება გამოიწვიოს ანთება და ტკივილი. გარდა ამისა, ძვლისა და ხრტილის თავისუფალი ფრაგმენტებმა შეიძლება დაიწყონ ცურვა სახსრის კაფსულის სინოვიალურ სითხეში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაძლიერებული ანთება და დისკომფორტი. კისრის ოსტეოართრიტი უფრო ხშირი ხდება ასაკის მატებასთან ერთად, ამიტომ ბუნებრივი ცვეთა, რომელსაც დროთა განმავლობაში განიცდიან ფასეტური სახსრები, ითვლება ოსტეოართრიტის განვითარებაში მთავარ ფაქტორად. თუმცა სამედიცინო საზოგადოება აგრძელებს საკითხის შესწავლას და სხვა ფაქტორებიც, როგორც ჩანს, ასევე თამაშობენ როლს ოსტეოართრიტის განვითარებაში, მათ შორის შემდეგი ფაქტორების ჩათვლით. გენეტიკა. ზოგიერთი მტკიცებულები თვლინდება ვარაუდი, რომ ოსტეოართრიტი შეიძლება გავრცელებული იყოს ოჯახებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ზოგიერთ ადამიანს აქვს ხრტილის ადრეული დაშლისკენ გენეტიკური მიდრეკილება. ტრავმა. სახსრის დაზიანების დროს, როგორიცაა ხრტილის და დამცავი სასახსრე კაფსულის გაგლეჯის შემთხვევა, სახსარში ვითარდება ძლიერი ანთება და მისი ხრტილი უფრო სწრაფად იცვითება. სახსრების დაზიანება შეიძლება მოხდეს სხვადასხვა გზით, მაგალითად, დაცემის ან სპორტულ აქტივობაში მონაწილეობის დროს. ფიზიკური დატვირთვა. ზოგიერთმა პროფესიამ, როდესაც მუშაობა მოიცავს უამრავ განმეორებით მოძრაობას ან სიმძიმის აწევას, როგორიცაა მშენებლობა, შეიძლება მეტი დატვირთვა მოახდინოს ხერხემალის კისრის ნაწილზე. წონა. ჭარბი წონის მქონე ადამიანებს უფრო ადრე უვითარდებათ ოსტეოართრიტი, მათ შორის კისრის ნაწილში. მეტი წონა ნიშნავს მეტ სტრესს სახსრებზე. ამასთან ერთად ჭარბი წონის მქონე პაციენტებმა შესაძლოა მეტად დამაზიანებელი ანთება განიცადონ. ამჟამად სამედიცინო ლიტერატურას აქვს შეზღუდული მონაცემები იმის შესახებ, ხელს უწყობს თუ არა მოწევა ხერხემლის ოსტეოართრიტის განვითარებას. თუმცა ზოგადად მოწევა კისრის ტკივილის მატებასთან არის დაკავშირებული. თუ კისრის ოსტეოართრიტი პროგრესირებს და ძვლოვანი წანაზარდები საკმარისად დიდი ხდება, შეიძლება დაიწყოს ხერხემლის არხის და მალთა შუახვრელის შევიწროება, ან ეგრეთ წოდებული სპინალური და ფორამინალური სტენოზი. როდესაც ეს სივრცეები ვიწროვდება, ზურგის ტვინმა ან კისრის ნერვულმა ფესმა შეიძლება განიცადონ ზეწოლა. ამის გამო შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი სერიოზული სიმპტომი, მაგალითად ხელით საგნების დაჭერის სირთულე, ან სიარულის და კოორდინაციის პრობლემები. დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობის გარეშე არსებულმა ზურგის ტვინის ან ნერვული ფესვის კომპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს მათი შეუქცევადი დაზიანება.